რატომ მოხდა 4 აფხაზის ციხეში და რა კავშირი აქვს საქმეს ნიკა რურუასთან? ადვოკატები პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებაზე საუბრობენ. საუბარია სოხუმიდან თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულ ახალგაზრდებზე, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარების გამო აიყვანეს. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ დაკავების მიზეზი კულტურის ყოფილ მინისტრთან აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი შელაპარაკება გახდა, რასაც რამდენიმე დღიანი თვალთვალის შემდეგ კი დაკავება მოჰყვა. კიდევ ერთი დეტალი, ადვოკატები და ოჯახის წევრები ციხეში განხორციელებულ მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პატიმრებს ივანიშვილის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ახალგაზრდებს უნდა ეთქვათ, რომ აფხაზეთიდან ქართული ოცნების სასარგებლოდ ფული და იარაღი შემოჰქონდათ. მალხაზ-ჭკადუა ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ახალგაზრდების უკვე რიგით მე-6 სასამართლო პროცესიდან. მალხაზ რა ხდებოდა დღევანდელ სხდომაზე და რას ყვებიან თავად დაკავებულთა ოჯახის წევრები? დღევანდელი სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილებით ალიას აიბა, ალექსანდრე ლასურია და მიხეილ გარცკია რჩებიან საპატიმროში იმ დრომდე, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის კოლეგიის მიმართ. არაერთი შუამდგომლობა დააყენა დღეს დაცვის მხარემ, თუმცა არც ერთი მათგანი მოსამართლის არ გაუთვალისწინებია. თავად 4 აფხაზი ახალგაზრდის ისტორია თბილისში იწყება მიმდინარე წლის ივლისიდან, როცა ისინი ჩამოვიდნენ თბილისში სამკურნალოდ. მკურნალობის პერიოდში კი ერთ-ერთ საღამოს შეიარეს მარჯანიშვილზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც მათ შეხვდა დროინდელი მინისტრი კულტურის და ძეგლთა დაცვისა ნიკოლოზ რურუა. გარკვეული შელაპარაკება ყოფილა მათ შორის, რასაც მოყოლია შემდგომ 100 თუ ისე მშვიდობიანი დამშვიდობება, რის შემდეგაც გაგრძელდა მათზე თვალთვალი. ამ პრეტენზიას აყენებს დაცვის მხარე და ოჯახის წევრები, ხოლო 4 დღის შემდეგ მათ ისინი დააკავეს და 4 მათგანს აღმოუჩინეს ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონის შემცველობის, თუმცა პირველ სასამართლო პროცესიდან გაათავისუფლებს ერთ-ერთი და როგორც გითხარით 4-დან 3 ამ დრომდე რჩება გდანის მერვე დაწესებულებაში. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი იყო ასე ვთქვათ დადგმული, მათ არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა და ეს სამართალდამცველების მიერ გათამაშებული გარკვეული წარმოდგენა იყო. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ დღეს იმ ადვოკატის ინტერესი, ადვოკატის კომენტარი, რომელიც ეს სამივე დაკავებულის ინტერესს იცავს და ასევე ქართული ოცნების ადამიანთა უფლებების კომიტეტის წევრის კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენმა სამართალდამცველმა ორგანოებმა ყალბის ქმნით გააკეთეს ისე, რომ მათ შეუთითეს ბრალი და რაც იცოდნენ რა მეტადონის მკურნალობას გადიოდნენ, ზუსტად მეტადონის შემცველი ნარკოტიკები ჩაუგდეს. ამის წინ ვიდრე მოხდებოდა მათთვის ამ ნარკოტიკების ჩაგდება, მათ მიმართ მიდიოდა თვალთვალი. ეს თვალთვალი გამოწვეული იყო ერთ-ერთ ყოფილ მინისტრთან შეხვედრით. ეს იყო შეხვედრა, რომელიც მონტე ნაპოლეონეში, ეს მაღაზია როგორც გაირკვა, იყო რურუას მაღაზია ყოფილა. სრულიად შემთხვევით შევიდნენ ფეხსაცმლის საყიდლად და ამ დროს იქ შემოვიდა ნიკა რურუა, რომელიც განსაკუთრებულად ათვალიერებდა, გამომწვევად დაათვალიერა ეს ახალგაზრდა ერთ-ერთი ალექსანდრე ლასურია, რაზეც მან მიუგო მას, რომ რუსულად ვიტყვი, что ты на меня смотришь, мы что знакомы? Так, Ника Рурува пасухов, საინტერესოა ეს ციტატა, Ника Рурува пасухობს, რომ а что нельзя воздух общий. ანუ ეს ჟარგონი, რომელიც მისთვის ალბათ დამახასიათებელია 90-იან წლებიდან მოყოლებული, აი ესე საჯაროდ მიუხედავად იმისა, რომ ნიკა რურუა კულტურის მინისტრი, ის არ მოერიდა ასეთი ჟარგონის საუბრის. საინტერესო ასევე ამ სამი პირის გდანის ციხეში გადაყვანის შემდგომ რა ხდება, როგორც ახლობლები და ადვოკატები ამბობენ, მათზე ხორციელდებოდა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც იძახის დაცვის მხარე, გახდათ ის, რომ მათ უნდა მოეწერათ ხელი ჩვენებაზე, თითქოს აფხაზეთის ტერიტორიიდან მათ შემოჰქონდათ ფული და იარაღი ქართული ოცნების ლიდერებისთვის, თუმცა მათ ამ ჩვენებაზე ხელი არ მოაწერეს. სხვათა შორის ეს ადამიანები დღემდე ინარჩუნებენ დუმილის უფლებას და არც ერთი ჩვენება მათ არ მიუციათ არც გამოძიებისთვის. ერთადერთი ვისთანაც მათ პირდაპირ კომუნიკაცია აქვთ არის ადვოკატი. რაც შეეხება მათ ახლობლებს, ისინი ახერხებენ გარკვეული დაბრკოლებების გადალახვის შემდგომ თბილისის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას, უпростоრეთ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას. ერთ-ერთ მათგანს ალექსანდრე ლასურიას დედას დღეს ჩვენ გავისაუბრებთ 9 საათზე იხილავს მეცხრე-ახის მაყურებელი, თუ რას ამბობს საკუთარი შვილისა და მისი მეგობრების დაკავებაზე ეს ქალბატონი. 4 აფხაზის სასამართლო პროცესი, მალხაზ-ჭკადუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.